საქართველოს უახლეს ისტორიაში და არა მარტო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველა საინტერესო პერსონა შეიძლება ვინც იყოს არის ვალერიან თევზაძე, რომელიც იყო ქართული არმიის ოფიცერი. ის ფსევდონიმი იყო, ის ცხოვრობდა ვალერი კრიჟანოვსკის სახელით და გვარით და საინტერესო რაც არის, მისმა მეუღლემაც კი არ იცოდა მისი ნამდვილი ვინაობის შესახებ. ვალერიან თევზაძე იყო დაბადებული 1892 წლის 10 თებერვალს, 1914 წელს მან თბილისის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და მსახურობდა მეფის რუსეთის არმიაში, ხოლო 1917 წლიდან ის ქართულ არმიას ქართულ ნაწილებს უერთდება, შემდეგ არის დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ოფიცერი, პოლკოვნიკი, ის მსახურობდა გენერალურ შტაბში, იყო სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე და ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან მისიებს, ის ასრულებდა საიდუმლო მისიებს როგორც აჭარაში, ასევე აფხაზეთში და ასევე სოჭის ოლქში. 1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ ვალერიან თევზაძე მიდის ემიგრაციაში, ის მიიწვია პოლონურ არმიაში მარშალმა იოსებ პილსუდსკიმ, მან იქ დაამთავრა უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი ასევე და მსახურობდა პოლონურ არმიაში. 1939 წელს ის მონაწილეობდა ვარშავის დაცვაში, როდესაც ნაცისტური გერმანია დაესხა თავს პოლონეთს. პოლონეთის დამარცხების და დანაწილების შემდეგ საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის ის გადადის იატაკქვეშეთში, მონაწილეობს წინააღმდეგობის მოძრაობაში, იყო არმია კრაიოვას მე-7 დივიზიის შტაბის უფროსი, იყო მოუხელთებელი და ერთ-ერთი ძლიერი წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზატორი და მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ის კვლავ აგრძელებს არალეგალურ საქმიანობას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ უკვე და ფაქტიურად 40 წლის განმავლობაში ის იყო იატაკქვეშეთში, მუშაობდა არალეგალურად საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ და როდესაც ის 1995 წლის 13 დეკემბერს გარდაიცვალა, მან დატოვა ჩანაწერები, ის მიხედვითაც შემდეგ გაირკვა თუ ვინ იყო სინამდვილეში ვალერი კრიჟანოვსკი, ის იყო ქართველი ოფიცერი ვალერიან თევზაძე, რომელიც ასევე მსახურობდა პოლონურ არმიაში და ის იყო ორი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პერსონა, რომლის გახსენებაც ძალიან საინტერესო არის.